მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლუკა როსტომაშვილი, იურისტი. მოგესალმებით წინა ვიდეოში გესაუბრეთ რა სამირჩევა იყო მთავარი, რომელშიც აღვნიშნე, რომ პირველი რაც ყველაზე მთავარი უნდა გაგეთვალისწინებინათ, როცა ესპანეთში გადაწყვეტავდით ჩამოსვლას, იყო ჩაწერა. ასევე ვსაუბრობდით ენის ბარიერზე, თუ რაოდენიმე მნიშვნელოვანია ესპანური ენა და მესამე, რა თქმა უნდა, უკვე საბუთების პროცესი, რომელიც 3 თვიდან 2 წლამდე კეთდებოდა. დღეს მინდა ჩაწერის კონტროლზე გესაუბროთ, რაც ძალიან ბევრ ადამიანს ავიწყდება და შეცდომაში შედის. მე პირობითად თუ ჩამოვედი ესპანეთში და გადავწყვიტე ესე, ჩემი ნებით და არა დაძალებით, რა თქმა უნდა, და ამ გზას შეუდექი, უნდა გავითვალისწინო ის ფაქტი, რომ ყოველ 6 თვეში მე მომივა წერილი, სადაც ჩავეწერები, გულისხმობ მისამართიან ჩაწერას და აუცილებლად უნდა მივიდე მერიაში, რომ განვაახლო ჩემი ჩაწერა. ანუ რას ნიშნავს? უნდა მივიდე იქ, სადაც მე მერიაში, ესე ვთქვათ, თავის დროზე ჩავეწერე და ვუთხარ, რომ მე ნამდვილად აქ ვიმყოფები. და იმოქმედებს თუ არა ახალი რეგულაციები, რომლებიც შემოვიდა 12 ოქტომბრიდან თითის ანაბეჭდები ამ ყველაფერზე გასვლა-გამოსვლებზე, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩაწერა მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული, რომ მე ისეთი кейსი არ გქონდეს, საბუთების შეტანის დროს რომ არ გქონდა, თქვათ 2 წელზე, რომ აი თქვათ 2 წელი იცხოვრეთ, მაგრამ მოგივიდა წელი დაგავიწყოთ განხლებაზე მისვლა, რომელზეც 10 დღეა ვადა და აი ამის გარეშე მოხდა ისეთი რამ, რომ მქონია кейსები, ადამიანები წელიწადზე 8 თვე აქ არიან, უკვე 2 თვე გონია რომ საბუთები უნდა შევიტანოთ და რა ხდება? ამ დროს კადუკადოა ვადა გასულია, აქედან გამომდინარე საბუთების ათვლა დროიდან ნულიდან იწყება. ჩემი რჩევა მუდმივად აკონტროლოთ მერიაში ყოველ 6 თვეში მოსული წელი და თავადაც მიხვიდეთ, თუ საჭირო რომ ნახოთ როგორ არის თქვენი განახლების სიტუაცია. აქვე იმედი მაქვს მოიწონებთ და გააზიარებთ ამ ვიდეოს და დანარჩენი რჩევებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ ან კონსულტაციისთვის WhatsApp-ზე პირდაპირ. მადლობა ყურადღებისთვის.